ვაგრძელებთ აფრიკაში მოგზაურობის ციკლს. დღე მე-11. როდესაც სანაპირო ქალაქში ხარ და წვიმს, ასეთ დღეს რა უხდება? გემრიელი კერძები. მე კი ჭამა ძალიან მიყვარს. ნახოთ, რას გვიმზადებს ჩვენი დიასახლის. რაღაცა განსაკუთრებულ რეცეპტს აკეთებს პურის. წარმოდგენა არ მაქვს, რას აკეთებს ეს გოგო. ყვითელი გოდა მოაყარა, გახეხილი. соуსი გააკეთა კარტოფილის და ბეკონის გემოთი. ქვეშ გაშალა соуსი. მერე გახეხილი ყველი და ზევიდან აკეთებს პატარა ცომებს, აგუნდავებს. ნაყიდი ცომია ეს. წყალში გაურია ეს ბეკონის და კარტოფილის გემოების соуსი. ეს ხელებზე რო არ მიეკრას ცომი, იმის გამო აკეთებს ამას. ეს არის რომ არ მიგეკროს ხელებზე ცომი და ზოგადად ტაფაზე რომ არ მიეკროს, ტაფისთვისაც იყენებენ ამას. ნახეთ, ზემოდან ცომზე ასხავს ან ბეკონის და კარტოფილის соуს. სალათას აკეთებს ჩვენი გოგო. კიტრი, ზეთისხილი, ყველი, ხახვი, დორი, კიტრი და ფეტას ყველი. და ლიმონის წვენი. მარილი, შავი პილპილი. ეს ენდი გვიწევს წვადებს. შეწვამდე ჯერ აკრიალებს, ასუფთავებს გრილს. პორცი უნდა იყოს ასეთი. ეს კი სამხრეთ აფრიკული კუპატია, ოღონდ მხოლოდ საქონლის ხორცისგან მზადდება. და ეს ჩემთვის იყიდა, ეს არის ღვიძლი გახვეული, საქონლის ღვიძლი ბადექონში გახვეული. მე მიყვარს ღვიძლი ძალიან. ნახეთ. I wanted to take a video. It's doing nothing. True believers who go into his bodyguard. That's the motherfucker who killed him. And when that ნახოთ აბა, ჩვენი პური. Alicia, look at this. Wow. ნახეთ, რა გემრიელად გამოიყურება ეს პური. ხაჭაპურის გემოზე მივირთვი. ყველიანი პური. აი, მსუქანი უფრო კნაწუნა რო იყოს, ასე დაალაგა. ეს ცხვრის მწვადია, მეგობრებო.
თქვენი სალათიც მზად არის. ასე გემრიელად უყვართ ჭამა სამხრეთ აფრიკაში და აქ რომ გვესტუმრებით აფრიკის ტურის ფარგლებში, წარმოიდგინეთ რა გემრიელი კვება გელოდებათ. დარწმუნებული ვარ, რომ დაღლილი იქნებით სტეიკის ჭამით. მოგიწევთ მოკლედ სტეიკის დიეტაზე ყოფნა ჩვენთან რომ ჩამოყვალთ. ენდის ჩამოწერილი აქვს მენიუ 5 ვარსკვლავიანი ვახშამი გელოდებათ ყოველ დღე. წავედი, ეხლა უნდა მივირთვა. ნამ-ნამ. თქვენ კი შემდეგ ვლოგამდე გემშვიდობებით, მიყვარხართ.